მართული იმისკენ, რომ ეს უნდა დავამთავროთ, რაც არის. მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვათ, კარგით მივიღეთ გადაწყვეტილება და მართლაც როგორც თქვათ, წინა რევოლუციონერები, 2013 წლის რევოლუციონერები, ანუ ლიდერმა და წაყვა ხალხი. რომ ისა რა ქვია, შევცვიდეთ, შევარდეთ, ნუ შევარდეთ. მაგრამ ხო უნდა გაითვალისწინოთ მეორე მხარე, იქ ვინ დგას და ვინ არის ის მეორე მხარე. იმ შემთხვევაში იქ იყო ადამიანი, რომელსაც სხვა არაფერი კარგი ის ასე საქართველოს დაანგრევის 80% იყო, ყოველ შემთხვევაში შევარდნაძის პასუხისმგებლობაზეა და ის რომ დღეს სააკაშვილი პრეზიდენტია, ესეც მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არის. ძალიან მიჭირს დღეს, როდესაც ის ხელისუფლებაში არ არის ასეთნაირი საუბარი, მაგრამ ეს არის რეალობა. ჯერ კიდე რამდენი ხნით ადრე გვიწინასწარმეტყველა შევარდნაძე მაშინ, როდესაც ის თვითონ იყო პრეზიდენტი და სხვათა შორის მისი გუნდის წევრი იყო, მოქალაქეთა კავშირის წევრი იყო მიშა სააკაშვილი, რომ წარგვედგინა, რომ ეს იქნება თქვენი მომავალი პრეზიდენტია და მართლაც ეს უბედურება თავს დაგვატეხა. სწორედ შევარდნაძე, მაგრამ სწორედ ეს შევარდნაძე იყო იმ პარლამენტში, რომელმაც როდესაც დაინახა ხალხის განწყობა, ადგა და გამოვიდა, თორემ მასაც შეეძლო გაესვა ბრძანება ჩახოცეთ ეს ადამიანებიო და ჩაეხოცა იქ ყოფილ მოქალაქე. ის არ წავიდა ამ ნაბიჯებს. ჩვენ ხომ სწორედ ამიტომ გვინდა შევარდნაძის სააკაშვილის წასვლა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი. მე ამითი დავიწყე ჩემი საუბარი. ეს არის ადამიანთა ჯგუფი თუ რა ვიცი რა შეიძლება ამას ეწოდოს ხელისუფლებაში, რომელიც ნებისმიერი მეთოდით შეეცდება თავისი ძალაუფლების შენარჩუნება. ეს იქნება ადამიანების მსხვერპლი თუ ეს იქნება ძალადობა და უკანონობა თუ ეს იქნება უკანონო სასამართლოებით ხალხის ციხეებში გაშვება თუ პოლიტპატიმრობა თუ ნებისმიერი ფორმით ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. შეჭრის შემთხვევაში არ არის ეს გამოსავალი შეჭრა. იმიტომ რომ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ იქ რომ მას დახვდა შევარდნაძე, რომლის ჩაიც მიირთვა დატოვებული, სკერზე დატოვებული ჩაი რომ მიირთვა და პრეზიდენტად გამოაცხადა თავი ცოტა ხნის მერე, ეს ადამიანი იქ დახვდა შევარდნაძე, რომელმაც გაეცალა და წავიდა და თქვა გადავდეთიო. ეს შევარდნის შემთხვევაში მაგას არ იტყვის. ეს შევარდნის შემთხვევაში სისხლსაც დააყურის, შევარდნამდეც დააყურის სისხლს და ასე შემდეგ. აი ეს განსხვავება ამ ორ პრეზიდენტს შორის, რომელიც საქართველოს ყავდა და რომელიც საქართველოს ყავს. აქედან გამომდინარე, არ არის საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის კანონიერი გზით, სწორედ მე ვთვლი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის გზით, ნუ სხვა შეიძლება ფიქრობდეს, რომ სხვა გზით უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს რა სამარცხვინო არჩევანი გააკეთეს მათ საქართველოს ხელისუფლებაში ამ ხალხის მოყვანის აი როგორი სამარცხვინოა ის არჩევანი, რომელიც მათ გააკეთეს. რა სამარცხვინო საქციელს ჩადის ეს ხალხი. როგორ მოახვიეს საქართველოს მოსახლეობას თავს აი ის უღირსი ადამიანები, რომლებიც დღეს ამას ბედავენ. ეს უნდა დაინახოს და დავანახოთ მთელ მსოფლიოს. ვინ არიან? იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დღეს სამწუხაროდ არა ვართ გადაწყვეტილების მიმღები და ჩვენ ხელს არ გვეწიფება ამ ადამიანების შეცვლა. ამიტომ ვინც მოიყვანა ეს ხალხი ხელისუფლებაში, სწორედ მათ უნდა გავაგებინოთ, რომ დაუშვეს შეცდომა და რაღაცნაირად მოახერხონ ისე, რომ ჩვენი ხელშეწყობით იქნება თუ მათივე გადაწყვეტილებით, როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ. და ეს არ უნდა იყოს ქართველი ხალხის მსხვერპლის ხარჯზე. იმიტომ რომ ეს მსხვერპლი არ იქნება შედეგის მომტანი, თუ კი მათი მომყვანები არ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს ხელისუფლება უნდა იყოს უკან წაყვანილი. მე ამას პირდაპირ მნიშვნელობით კი არა რომ ჩასვით და სახლებში წაიყვანონ. არამედ უნდა მიცენ სიგნალი, რომ თქვენ ახლა უნდა დატოვოთ ხელისუფლება და წახვიდეთ. აი თუ ეს მისმა მომყვანებმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს, ეს არ მოხდება მსხვერპლის გარეშე. ამიტომ ვიძახი რომ უნდა ვიმუშაოთ ინტენსიურად, ვინც ეს ხალხი მოიყვანა, მან გაიგოს რომ უნდა წაიყვანონ. და ეს არის ქართული ხალხის დაკვეთა. ამიტომ უნდა ვიდგეთ ჩვენ ქუჩებში და ამიტომ უნდა ვეძახოთ, რომ ჩვენი დაკვეთა არის დემოკრატიული საქართველო, ჩვენი დაკვეთა არის სამართლიანი სახელმწიფო, ჩვენი დაკვეთა არის სამართლიანი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, სიტყვის თავისუფლება, აი ესეთი გვინდა ხელისუფლება, ამ ღირებულებების დამცავი. ეს უნდა იცოდნენ
აი მათმა რომ შემდგომი გადაწყვეტილების დროსაც რომ ამას სულ წავიყვან, ვინ მოვიყვანო, უნდა მოიყვანონ ადამიანი, რომელსაც ისევ 2 და 3 წელიწადში 100,000-ობით ადამიანი არ ეტყვის წადი მიშა წადიო. და თუ რომელიმე ადამიანი, რომელიმე პარტია ან რომელიმე ალიანსი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სადმე უნდა შევარდეს, ის იქნება ზუსტად ისეთივე უპასუხისმგებლო, როგორც უპასუხისმგებლოც იყო თავის დროზე. დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება შევარდეს, თუმცა მათ ძალიან კარგად იცოდნენ, იქ მართლა ვინ ხვდებოდათ და პრინციპში დემოკრატიის ხარისხი მაშინ ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე დღეს არის, ამიტომ ადამიანები, რომლებიც მიტინგზე გამოდიან და განცხადებას კითხულობენ იმათ, რომ 30 დღიან პატიმრობას მისცენ, წამების ტოლფას საქციელს ჩადიხარ საპატიმროში, დღეს კიდევ უფრო ამკაცრებ სასჯელს პროტესტის გამოხატვის გამო წარმოგიდგენიათ ერთი წამით, რომ აი ესეთი ხელისუფლების რომელიმე სახელმწიფო შენობაში შევარდეთ რა მოხდება. ხელისუფლება, რომელიც შვიდობიან მომიტინგეს ცემს და ზონდერ კამანდას. გულანჩებული ადამიანები უნდა შეეწირონ, ღირსეული ადამიანები უნდა შეეწირონ და ღანა რომელიმე ხელისუფლება და მით უმეტეს ეს ხელისუფლება ღირს ჩვენი გენოფონდის, ჩვენი ღირსეული ადამიანების სიცოცხლით არ ღირს. მართალია ეს ხელისუფლება რაც უფრო მეტად იწელება დრომით უფრო მეტ ადამიანს ანადგურებს ამ ქვეყნად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენგან ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ კარგი წავიდეთ მსხვერპლზე, ეს არ იქნება სწორი, ეს არ იქნება ქვეყნისთვის ასიკეთო, კი არსებობს ომი, როდესაც სამართლიან ომში იბრძვის შენი ქვეყნის ძლიერებისთვის და ამ ომში სიკვდილით ღირს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის ასეთი ტოლფასი ომი, რომ მართლაც შენ უიარაღო, აბსოლუტურად განიარაღებული ადამიანი ეჭრები კბილებამდე შეიარაღებულ პლასმასის თუ რაღაცა ეს იგი რკინის ადამიანებს ეჭრები ის ყველაფერზე არის წამსვლელი. არა ორი არაადეკვატური ძალის შეხლა ხდება და ამ დროს ეს არ არის თანაბარი ომი და ამიტომ არ შეიძლება ამაში ჩვენი მოქალაქეები გავწიროთ და ნებისმიერი პარტია რომელიც ამაზე წავა ჩვენ როგორც უფლებათა დამცველები მას ვერანაირად ვერ დაუდგებით გვერდზე და ვერ შევაფასებთ ამას როგორც დემოკრატიისათვის ბრძოლას და ან შემდგომ თუ ესეთი რევოლუცია მოხდა და ესეთნაირად შეიძლება არ შეიძლება იმის თქვა რომ აი ის ღირდა იმათ რომ არაფერი არ ღირს ერთი არანაირად არაფერი ეს ხელისუფლება შეუძლია ამ ნაბიჯზე წავიდეს აი ესეთნაირ ხელისუფლებას დღეს რო არის და არც ერთი ოპოზიციური პარტია ასეთ ნაბიჯზე არ უნდა წავიდეს. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს თითოეულ ჩვენგანს, ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ჩვენ ვერცერთ ჩვენ მოქალაქეს ვერ გავწირავთ იმისათვის, რომ აი ამ უღირს ადამიანებს შეეწიროთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ გამოვზრეთ ამ სიტუაციიდან, ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში და არა ჩვენი ღირსეული ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. რაც თავარია შვიდობიანი დემოკრატიული მეთოდებით. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საფიქრალი და ძალიან ბევრი ტვინისაჭრელები აქვს ოპოზიციას, მაგრამ ვალდებულია მოახერხოს ისე, რომ